მე ძლიერი ვარ. სიყვარულმა გამაძლიერა. შვილის, მეგობრების, ჩემი ქმრის სიყვარულმა. გინდა დამარწმუნო, რომ მე გიყვარ ვარ? ტრისტანი, ალბერტო. ტრისტანია ჩემი ქმარი, ის კაცია, ვინც მართლა მიყვარს. ძალიან ცდები, პეპა. ტრისტანი შენი ღირსი არ არის, არასოდეს ყვარები ხარ, თავისი ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად გიყენებდა. იტყუები. პეპა, მითხარი, ცოლი მიატოვა? არა. შვილი დაგიბრუნა? არა. სასოწარკვეთილი გეძებს თუ შენი არ ყოფნის გამო თავისუფლებით ტკბება. გაიძვერა ხარ. შენ კი მეოცნები. მაგრამ ვიცი შენს ტანჯვას ბოლო როგორ მოვუღო. როგორ დაგიბრუნო ნანატრის სიმშვიდე. რას აპირებ? ნუ გეშინია, პეპა. ეს დარიშხანია. პსორიაზის გადმოსარჩენად ვიყენებდი. მაგრამ მცირე დოზით. რას ვაპირებ? ქიმიის პრაქტიკულ გაკვეთილს ჩავიტარებ. ალბერტო, რას აკეთებ? იცი რა მოხდება თუ ამ მჟავას დარიშხანში ავურებ? მომწამლავი აირი წარმოიქმნება. ალბერტო, რას აკეთებ? ალბერტო. მე დიდ პატივს ვცემ, პეპა. ვერავიდან სიყვარულს ელოდებოდა, რომელიც არასოდეს მოვა. აირი თავბრუს ხვევას და გულისრევას გამოიწვევს, მაგრამ სატანჯველისგან სამუდამოდ გაგათავისუფლებს. შემდეგ სერიაში. თქვენ შინაპატიმრობა მოგესაჯათ. სანამ ამ საქმეს ნათელი არ მოეფინება, სახლის კედლებს ვერ გასცდებით. თუ იმ ქალთან წახვალ, ცოლს დაკარგავ ხوان. არ უარყოფთ მაო. არ ვიცი გული რას მეუბნება. შეიძლება ერთდროულად ორი ქალი მიყვარდეს? ამ ქალმა სული წაართვა და გონება უმხვრია. მაპატიეთ, სენიორა, ამის თქმა არ მინდოდა. თუმცა მაინც თქვი. კი არ წამოგცდა, დიდი ხანი აპირებ. მართლა ყველაფერს მიატოვებდი? შენს ოჯახს, სოფელს და ჩემთან ერთად ძებნილი გახდებოდი? რამდენჯერ გითხარი ვირტუდეს? უყოყმანოდ მივატოვებდი. თქვენ იცით შინაპატიმრობის გამო ვერ გავიგებ პეპას ადგილსამყოფელს. შეიძლება საფრთხე ემუქრება, თქვენი დახმარება მჭირდება და ვფიქრობ ამის უკან ალბერტო დგას. ეს მხოლოდ თქვენი ვარაუდია. თანდათან ვრწმუნდები, მისთვის არაფერს წარმოვადგენ. არ ვიცი, შეიძლება ჩემი მიტოვება გადაწყვიტა, ან უკვე მიმატოვა. გახმოვანებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. ამა საქმესა მიჯნური ნუ ხმობს მიჯნურობასა. დღეს ერთი უნდა სხვალეს ხვას თმობდეს გაყრისა თმობასა. ესე მღერასა ბედიცა გავს ვაჟთა ყმაწვილობასა. კარგი მიჯნური იგია ვინ იქ სოფლისა თმობასა. მომკალ ქალსა თავში შველსა, თუმზე ვითა ეურჩოსა. სული ვარცა დავამსგავსე თავ მოხდილი ყაყაჩოსა. თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებ რჩოსა. გავს თუ ტყუბი მარგალიტის ის ბროლის სახარხაჩოსა. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ემის ჯილდოს მფლობელი
საუკეთესო პოპულარული პოლიტიკური სერიალი. ლეიბორისტები უკვე ლაუგესენის წინააღმდეგ წავიდნენ. როგორია კულისებიდან დანახული პოლიტიკა. იტყვიან, რომ ინფორმაციას სექსის სანაცვლოდ იღებდი. ინტრიგებისა და კომპრომატების ომის პროზა. ვფიქრობ, კონტექსტიდანაა ამოგვიჯილი. კეთრინ, ბოლომდე მიაწექი. იატაკქვეშა მოლაპარაკებები და წარმატება, რომელიც ზოგჯერ მორალურ პრინციპებზე მაღლა დგას. პატარა პრივილეგირებული ჯგუფის მმართველობა. დავიდრე ამ წლის წევრი ვარ. ხალხს შეუძლია ხელისუფლება გვიწოდოს. ჩემთვის სულ ერთია. და პოლიტიკური მრავალსვლიანი კომბინაციები. პრემიერ-მინისტრის პოსტი ორივე მე შემომთავაზა. თუ კონკრეტულ წინადადებას არ შევთავაზებ, ცისყრის სულს იგრძნობს. და ინახეთ პოლიტიკა შიგნიდან. ბავშვებს დაპირებები უნდა შეუსრულო, კასპერ. ოდესმე ისინიც ამორჩევლები გახდებიან. სერიალი მთავრობა. გამაგებინე რა ჩანდაბა ხდება. საზოგადოებრივზე. აგვისტო 22 საათი და 40 წუთი პირველი არხი UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა მადრიდის რეალი მანჩესტერ იუნაიტედი შეხვედრას წარმოგიდგენთ Nissan და Mastercard UEFA-ს სუპერთასის სპონსორები გახდება თუ არა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის უთანხმოების მიზეზი. დონალდ ტრამპმა სანქციების კანონპროექტს ხელი მოაწერა. მოსკოვის პასუხი ვაშინგტონს რუსეთს საქართველოს აგვისტოს ომის მე-9 წლის თავზე ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმავს ჩასვლას. როგორ აფასებენ კრემლის გეგმას საქართველოში? ჩვენ არ უნდა ვყოთ პროვოკაციები. აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტის ინიციატივაზე უნდა დანიშნოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სპეციალური წარმომადგენელი. მაღალი რისკის შემცველი სამუშაოს მწარმოებელი კომპანიები ვალდებული იქნებიან დასაქმებულები უბედურ შემთხვევაზე დააზღვიონ. რა პრობლემები უნდა მოაგვაროს პირველი მოსმენით დამტკიცებულმა პროექტმა. ილიაობა საგურამოში როგორ აღინიშნა წმიდანად შერაცხული ქართველი პოეტისა და ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღე. სალმები დღის მთავარი ახალი ამბებით ეთერშია მოამბე 20 საათზე. შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ამკაცრებს. თბილისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ხელმოწერა უკვე შედგა. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობით მიღებულ დოკუმენტს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა. რუსეთის გარდა ახალი აქტით სანქციები მკაცრდება ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვისაც. თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება შესაძლოა შეერთებული შტატებისა და ევროპის უთანხმოების მიზეზი გახდეს. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ვაშინგტონს ცალმხრივი ქმედებისგან თავის შეკავება ურჩიეს. კანონპროექტი, რომელშიც სანქციების მიზეზად საქართველოს არაერთხელ არის ნახსენები, ახლა უკვე კანონად იქცა. კონკრეტულად რა წერია დოკუმენტში და როგორ აფასებენ მას მოსკოვში? ლევან ახალაიას სიუჟეტი. კანონმა HR 3203, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მეტოქე სახელმწიფოების წინააღმდეგ არის მიმართული, შესაძლოა ვაშინგტონს ახალი მოწინააღმდეგე შესძინოს. ბრიუსელში ამტკიცებენ, რომ სანქციების დაწესებით ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მსოფლიოს საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკას ახლავს თავს და ბებერი კონტინენტის ინტერესებს უბულებელყოფს. ყველაზე მკაცრი განცხადებები გერმანიაში კეთდება, რადგან კანონის ერთ-ერთი პუნქტი გასცემენ ჩრდილოეთის ნაკადი ორის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ მილსადენით კი იაფი რუსული გაზი პირველ რიგში გერმანიამ უნდა მიიღოს. კრიტიკული განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
ევროპისთვის მნიშვნელოვანია უკრაინის კრიზისის მოგვარება და სანქციების გზით პოლიტიკური ზეწოლის შენარჩუნება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ქმედებები ერთსულოვანი იქნება. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ თავს ამერიკის შეერთებული შტატების სამეწარმეო პოლიტიკისგან, სახელწოდებით ამერიკის შეერთებული შტატები უპირველეს ყოვლისა. თეთრ სახლშიც აღიარებენ, რომ კონგრესმენების მიერ მიღებული კანონი არ მოსწონთ, თუმცა როგორც ჩანს, ტრამპი კანონმდებლების უმრავლესობის გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგა. არც მე და არც პრეზიდენტი კონგრესის მიერ მიღებული კანონით გახარებულები არ ვართ. ჩვენი აზრით ეს ვერ წაადგება ჩვენს მცდელობას რუსეთთან ურთიერთობები გავაუმჯობესოთ, თუმცა მათი გადაწყვეტილება ასეთია და მას მხარი კონგრესმენების უმრავლესობამ დაუჭირა. კანონში ნათქვამია, რომ ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის ნაკადის გაყვანა ნეგატიურად აისახება ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე. სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებს ამერიკული გათხევადებული გაზის ყიდვას თავაზობს, რომელიც სავარაუდოდ უფრო ძვირი იქნება. რუსი ექსპერტის მიხეილ კრუტიხინის თქმით, სანქციები ევროპულ კომპანიებს დააზარალებს, ხოლო გაზპრომი მაინც უკონკურენტო დარჩება. ევროპელებს რუსეთში მნიშვნელოვანი ბიზნეს ინტერესები გააჩნიათ, რომლებიც ვფიქრობ შესაძლოა დაზარალდეს. გაზპრომს კი აქვს ბევრი სერიოზული უპირატესობა. უპირველეს ყოვლისა გაზპრომს აქვს ბევრი დამუშავებული და საექსპორტოდ გამზადებული ნავთობსაბადო. მისი საექსპორტო პოტენციალი იმდენად დიდია, რომ რუსული გაზით შეუძლია კიდევ ერთი ევროპა მოამარაგოს. ამას გარდა კანონის მიხედვით რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაყადაღებულ დიპლომატიურ საკუთრებას სავარაუდოდ ვეღარ დაიბრუნებს. მოსკოვში კანონის არც ის ნაწილი მოსწონთ, რომელშიც საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან ჯარების გაყვანის აუცილებლობაზეა საუბარი. დოკუმენტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები, მათ შორის ნატოს გაფართოებაში მონაწილე ქვეყნებს შორის. კანონი ითვალისწინებს რუსეთის ზეწოლასა და პროპაგანდის მიმართ მოწყვლადი ქვეყნების ფინანსურ დახმარებასაც. ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში კანონს ცინიკური უწოდა. ვაშინგტონის პოლიტიკა ხშირად ამერიკის საზღვრებს ცდება. მის შესახებ მე ჯერ კიდევ 2007 წლიდან ვსაუბრობდი მიუნხენში. ეს მიუღებელია და ანგრევს საერთაშორისო ურთიერთობებს. ჩვენ ამას არასდროს ვეთანხმებოდით და არ დავეთანხმებით მომავალშიც. რუსეთისთვის დამატებით პრობლემას ქმნის ისიც, რომ ახალი სანქციების გაუქმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ერთპიროვნულად კონგრესის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლება, რაც შეზღუდვების მოხსნის პერსპექტივას კიდევ უფრო შორეულს ხდის. ჩვენ ვიქნებით მოკავშირეებისა და მეგობრების გვერდით რუსეთის დესტაბილიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ. ეს არის ციტატა დონალდ ტრამპის განცხადებიდან, რომელიც რამდენიმე წუთის წინ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დღეს მე ხელი მოვაწერი ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების დაწესების გზით წინააღმდეგობის შესახებ აქტს, რომელიც ახალ სანქციებს უწესებს ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს. მე მხარს უჭერ მკაცრ მზომებს იმისთვის, რომ დავსაჯოთ და შევაჩეროთ ურჩი რეჟიმები, თეირანი და ფხენი. მე ასევე მხარს ვუჭერ იმის ნათელ დადასტურებას, რომ ამერიკა არ შეეგუება ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, რომ ჩვენ ვიქნებით მოკავშირეებისა და მეგობრების გვერდით რუსეთის დესტაბილიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ. აქვე დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ აქტი სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოლაპარაკებების პროცესში ხელი ეშლებათ. ტრამპი მიიჩნევს, რომ ამ აქტით რუსეთი ჩრდილოეთ კორეას უფრო მეტად უახლოვდება. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად ამ პრობლემებისა, ეროვნული ერთიანობის მიზნით ის ხელს აწერს აქტს. ეს გამოხატავს ამერიკელი ხალხის სურვილს იხილონ, რომ რუსეთი გადადგამს ნაბიჯს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ვიმედოვნებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ძირითად გლობალურ საკითხებზე თანხმობა იქნება იმისთვის, რომ ეს სანქციები აღარ იყოს საჭირო, აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მოსკოვის პასუხი ვაშინგტონს. საქართველოში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმავს ჩასვლას. კრემლის პირველი პირის გეგმას მისი პრესპიკერი ადასტურებს. საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ თეთრი სახლის პოლიტიკით გამოწვეულ გაღიზიანებას რუსი დეპუტატები პირდაპირ გამოხატავენ და არ მალავენ, რომ ეს კრემლის sapasukho ნაბიჯია. პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ სოხუმში სავარაუდოდ 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლის თავს დაემთხვევა. მანამდე კი კრემლი ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ხნულებით გააქტიურებას შიდა ქართლშიც გეგმავს. უკანონო სადემარკაციო სამუშაოები ხვალიდან განახლდება. საფრთხის შემცველი პროვოკაციული მოქმედება. ასე აფასებენ პუტინის გეგმას თბილისში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე საუბრობენ. მარიამ მენაბდის სიუჟეტი დეტალებით.
2009 წელი სოხუმის ქუჩებში პრეზიდენტ პუტინს გიდობას დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში უწევს. ამ დროს რუსეთს უკვე აღიარებული აქვს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის გაძლიერებას პირდებოდა ოკუპირებულ სოხუმს 2013 წელსაც, თუმცა ამჯერად ბიჭვინთაში მორიგ დე-ფაქტო ლიდერთან ანქვაბთან დიალოგისას. ბოლოს სტუმრობიდან 4 წლის თავზე პუტინი ოკუპირებულ ზღვისპირა ქალაქს სავარაუდოდ ისევ ეწვევა. მას უკვე მესამე დე-ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა დახვდება, რომელსაც ის აქამდე კრემლშიც არაერთხელ შეხვედრია. დიპლომატიური წყაროების დამუშავება დაწყებულია. ამას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს სტუმრობის თარიღს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით რუსეთს საქართველოს აგვისტოს ომის 9 წლის თავს, ზუსტად 8 აგვისტოს ემთხვევა. 8 აგვისტოს არ არის შემთხვევითი და ამის თაობაზე მოგახსენეთ, რომ ეს არის ფაქტობრივად გზავნილი რუსეთის მხრიდან კი ღიად კიდევ ერთხელ, რომ აგრძელებს ოკუპაციას და ამ ჭრილში განვიხილავ აი ამ ვიზიტს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ პროვოკაციებს, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, გონივრულები ჩვენს მოქმედებებში. ის რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუნდაც მცირე ინციდენტი შეიძლება გადაიქცეს მეტად რთულ პროცესად, რომლის შეჩერება შემდგომ იქნება ძალიან რთული. პუტინის გეგმებს დღეს ყველაზე ხშირად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტს უკავშირებდნენ. თბილისში მყოფი მაიკ პენსის გუშინდელ განცხადებებში ორაზროვანი დიპლომატიის გარეშე ითქვა, რომ შტატები უპასუხოდ არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვას. თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის აღმოსავლეთ ევროპული ინტერესები მოჰყავთ არგუმენტად ოპოზიციაშიც, თუმცა უმრავლესობაში პენსის თბილისში და პუტინის სოხუმში ვიზიტებს შორის კავშირს ბოლომდე გამართლებულად არ მიიჩნევენ. ეს შეიძლება ჩაითვალოს ასევე მცდელობად, რომ მოხდეს ძალის დემონსტრაცია რუსეთის მხრიდან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის საპასუხოდ. არ უნდა გაუკვირდეს ეს ვიზიტი, თავისთავად ეს ვიზიტი არის გამოვლინება იმ პრობლემის, რაც ჩვენ გვაგვაჩნია, რომ ყავს ჩრდილოეთ მეზობელი, რომელსაც სურს ჩვენი სუვერენიტეტის და ჩვენი თავისუფლების მოსპოვა. თუკი ჩვენ აი ამ ვიზიტს განვიხილავთ მხოლოდ იმ კონტექსტში, რასაც ქვია საპირისპირო დემარშის გაკეთება, საპირისპირო ნაბიჯის გაკეთება, ძალიან მოვწყდებით იმ რეალობას, რაც დღეს არის შექმნილი. ის, რომ რუსეთი სავარაუდოდ პენსის ვიზიტმა გააღიზიანა, სახელმწიფო დუმაშიც არ მალავენ. დეპუტატი კონსტანტინ ზატულინის თქმით, საქართველოში შტატების ჩრდილოატლანტიკურ პროპაგანდას საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ქართული საექსპერტო წრეები კი პუტინის დღის წესრიგში კიდევ უფრო სხვა მიზეზებს ხედავენ. პენსი აქტიურად ახორციელებს აგიტაციას საქართველოს ნატოში გაერთიანების თაობაზე, ამით კი ამძაფრებს რიგ საკითხებს, მათ შორის საკითხს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურისდიქციის ძალისმიერი მეთოდებით აღდგენასთან დაკავშირებით. რუსეთის მხრიდან ცხადად ის გამონებებთან დაკავშირებით, რომ ისინი უნდა გამოვიდნენ ეგრეთ წოდებული ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის პოზიციიდან და გადავიდნენ ელოდა განვითარების ეტაპზე, რაც გულისხმობს რუსეთის მიერ ამ ქვეყნებისთვის გადარიცხული თანხების უფრო ეფექტურ ხარჯვას. პუტინის ვიზიტი განპირობებულია პირველ რიგში კრიმინოგენული სიტუაციის უარესებით აფხაზეთის ტერიტორიაზე, მას შემდეგ რაც ძალიან ბევრი რამოდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, როდესაც რუსი ტურისტები დააყაჩაღეს, დააუთოეს. სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და სიმბოლიკა ის არის, რომ რუსეთი ანახებს ამერიკას, რომ ამ რეგიონში მას ჯერ კიდევ შესწევს ძალა, რომ კონდეს თავისი ძლიერი პოზიცია დაფიქსირებული. რუსეთზე, როგორც საქართველოს მთავარ გამოწვევაზე საუბრისას, ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და მესამე სექტორიც ყველაზე მეტად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე მიუთითებენ. კრემლის პროვოკაციულ და საოკუპაციო პოლიტიკასთან ერთად თბილისში დღეს შეფასებების მთავარი თემა კვლავ მაიკ პენსის მიერ ჩამოტანილი გზავნილები. ამ შემთხვევაში აქცენტი ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს ეხება. ვიცე-პრეზიდენტმა ქვეყნის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი ხაზგასმით გამოყო და აღნიშნა, რომ ეს მიღწევები ნატოში წევრობის განაცხადს გაამყარებს. როგორი გამოხმაურება მოყვა ამ გზავნილს თბილისში? მიშა ფეიქრიშვილი გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მიშა, საღამომშვიდობისა. თავდაპირველად საინტერესოა, ვინ არის ამ განცხადების ავტორი? საქართველო თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი? ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს მარტივი და ერთი, ორივე. როგორც საქართველო, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები და მათი ლიდერები. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში საქართველომ გააძლიეროს დემოკრატიული რეფორმების გატარება ქვეყანაში, რათა მართლაც ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი წინაპირობა საიმისოდ, რომ მოითხოვოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება და ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადება მიმართული იყოს სწორედ ალიანსის წევრებისადმი.
და დღეს უკვე ანალიტიკოსები პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა უკვე მიემართება იქით, რომ სწორედ შეერთებული შტატები იქცეს მთავარ ლობისტად იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც გააკეთა აქცენტი კიდევ ერთ საკითხზე, რაც ეხებოდა ორ ქვეყანას შორის და ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ურთიერთობას. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ განცხადებები, რომელიც თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა, იყო უპრეცედენტო და ის მოიცავდა ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ბევრ მნიშვნელოვან და სასიცოცხლო ასპექტს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მაღალი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ნათელი გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არაპირებს საქართველოს მარტო დატოვებას რთული გამოწვევების წინაშე. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას მოქმედ ხელისუფლებასთან და მართულ პოლიტიკურ გუნდთან, რომლის მმართველობის პირობებში მაიკ პენსის განცხადებით ქვეყნის განვითარების ბოლო 5 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო. ეს არის საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის უპრეცედენტო შეფასება, რომელიც გვაკისრებს უდიდეს პასუხისგებლობას გავაგრძელოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. ბუნებრივია, მაიკ სპენსის მიერ გაკეთებული განცხადებები არის მთავარი შეფასების თემა და საკითხი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. დღეს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებოდნენ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, რომ ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი და თითოეული გზავნილი, რომელიც თბილისიდან გააკეთა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, იყო უმნიშვნელოვანესი როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე ზოგადად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. დღეს კეთდებოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებითაც, რომ სწორედ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არის გადამწყვეტი და შესაბამისად ბოლო წლებში მთავრობებს შორის ურთიერთობა იყო საკმაოდ პოზიტიური. შესაბამისად ის მოლოდინი, რომელიც შეიძლება უკვე მომავალში უკავშირდებოდეს ამ ვიზიტის კონკრეტულ შედეგებს, არის საკმაოდ მაღალი, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც თბილისში აცხადებენ, თითოეული განცხადება, რომელსაც საკმაოდ მაღალი პოლიტიკური რანგის ფიგურები აკეთებენ, არ არის შემთხვევითი და შესაბამისად ეს განცხადებები, რომელიც სპენსმა გააკეთა, უნდა იქნას აღქმული პირდაპირ. ამერიკის შეერთებულ შტატებმა ძალიან დიდი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, ამიტომ მხოლოდ დადებითად ვაფასებ ამ ვიზიტს. ეხლა დროა, რომ ამ 5 წლიანი ჩავარდნის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ დაიწყოს მაინც მუშაობა იმაზე, რომ საქართველოს ინტერესები იქნეს წინ წამოწეული. ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა დადებითად შეაფასა ჩვენი ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო ბოლო 5 წლის განმავლობაში და ასევე მკაფიოდ თქვა, რომ ამერიკის მხარე, ამერიკის მთავრობა აპირებს თანამშრომლობას პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის გუნდთან. ჩვენ ამ 6 თვის განმავლობაში მივიღეთ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა, უნიკალური შესაძლებლობები გაჩნდა, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა პირველად აღიარა ოკუპაცია, პირველად დააწესა ამ თვალსაზრისით ღონისძიებები, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს. უნდა განვიხილოთ პენსის გზავნილიც, რომელიც ცალსახელმოწოდებას წარმოადგენს ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც, რომ ასე ვთქვათ, ამერიკა აგრძელებს კვლავ საქართველოს ველად ვთქვათ ლობირებას ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. მაშასე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური გზავნილები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ორ ქვეყანას შორის, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის დამატებით და კიდევ უფრო ურთიერთობის გაძლიერება და ბუნებრივია ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოყვეს, ეს არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა, ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი, ცნობილი ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, შესაბამისად, სწორედ ახლა მთავარი მოლოდინი უკავშირდება თუ როგორი იქნება შეერთებული შტატების პოლიტიკა, რამდენად იქნება ის აგრესიული ამ სიტყვის კარგი გაგებით გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ მოახდინოს საქართველოს ლობირება ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით.
მადლობა მიშა, ეს მიშა ფეიქრიშვილი იყო. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ინტეგრაციული პროცესების მნიშვნელობასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მონტენეგროშიც. მაიკ პენსმა ესტონეთსა და საქართველოში ვიზიტის შემდეგ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მხარდაჭერა სწორედ მონტენეგროში დაუდასტურა. ქვეყანაში, რომელმაც სერბეთისგან 2006 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსული გავლენა შეზღუდა და ნატოში გაწევრიანება მოახერხა. პენსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, მისი ტურნე არის დასტური იმისა, რომ ამერიკას ყავს არა პატარა, არამედ ძლიერი მოკავშირეები. აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში ბოლო ვიზიტით და შეერთებული შტატების მხარდამჭერი გზავნილებით ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მონტენეგროს ესტუმრა და ნატოს ახალ წევრს ვაშინგტონის ვალდებულებები დაუდასტურა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 29 წევრმა რუსეთის ზეწოლის გამკლავებისთვის ამერიკელი მაღალჩინოსნის შექება დაიმსახურა. მაიკ პენსმა ნატოში მონტენეგროს გაწევრიანებას ისტორიული მიღწევა უწოდა და რეგიონს მხარდაჭერა აღუთქვა. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების მომავალი დასავლეთშია. კვლავ ვამტკიცებთ ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებას ავაშენოთ ისეთი ურთიერთობები, რომელიც გააძლიერებს კავშირებს ევროპულ საზოგადოებასა, დასავლეთ ბალკანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. 620,000-იანი მოსახლეობით მოსკოვისა და პრორუსული ოპოზიციის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, მონტენეგრომ ნატოში გაწევრიანება მიმდინარე წლის ივნისში შეძლო. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლით მონტენეგრომ რუსეთთან კავშირების შეზღუდა და უკრაინის კონფლიქტის გამო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებსაც შეუერთდა. ჩვენ შეუქცევა და დაუკავშირეთ ჩვენი ბედი ნატოს მიერ დაწესებულ ღირებულებებს. დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ როდესაც საქმე იდეალებს ეხება, ქვეყნის ზომისა და მოსახლეობის მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობაში დიდი და პატარა სახელმწიფოები არ არსებობენ. მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებით ალიანსმა ადრიატიკის ზღვაზე სტრატეგიული ცდომა გააძლიერა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დასავლეთ ბალკანეთში ნატოს პოზიციების გამყარებასა და რუსეთის ძალის მიერ მეთოდებზე ადრიატიკის ქარტიის რეგიონულ კონფერენციაზე მაკედონიის, ხორვატიის, ალბანეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მთავრობის ხელმძღვანელებთან ერთად ისაუბრა. ადრიატიკის ქარტია ნატოსა და მსოფლიოს ძლიერ რეგიონულ პოზიციას ამცნობს, რომ ნატოს წევრობა ჩვენი საერთო მომავალია. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა რეგიონში დემოკრატიულ პროცესებს აძლიერებს. რუსეთი ცდილობს, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით შესვავლოს. დასავლეთ ბალკანეთში რუსეთი ცდილობდა რეგიონის დესტაბილიზაციას, თქვენი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და ევროპისგან ჩამოშორებას. მოსკოვისგან მხარდაჭერილი ძალები პარლამენტს თავს დაესხნენ და თქვენი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობაც იყო. გასული წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დროს მონტენეგროს ხელისუფლებამ რუსეთი გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. პოდგორიცაში აცხადებდნენ, რომ მოსკოვი ნატოში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. ასხთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გუშინ შერეულ საავიაციო ბაზაზე გააჟღერა. საქართველოს საკითხებში შეერთებული შტატების მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის წინადადება მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ წინადადება დამუშავება საჭიროებს. სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის პრაქტიკა შეერთებულ შტატებში მართლაც არსებობს, თუმცა როგორც წესი ეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი საქართველოში ამის აუცილებლობას დღეს ვერ ხედავს. ანალიტიკოსების ნაწილი კი იდეას მისაღებად მიიჩნევენ და მთავარ არგუმენტად მცოცავ ოკუპაციას ასახელებენ. საჭიროა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. ინიციატივა გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის და ის მაიკ პენსის ვიზიტის დროს გააჟღერა. პრეზიდენტის ინიციატივა პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა, რის გამოც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამატებითი განმარტებები გაკეთდა. სპეციალური წარმომადგენელი ეს არის აპრობირებული პრაქტიკა. ეს არის ის, რაც ეხმარება სახელმწიფოს დასახული მიზნების მიღწევაში. ეს არავითარ შემთხვევაში